კითხვა ასეთი რამ. ბატონო ახლა დღესვე მოსამართლეთა ნაწილმა დადო ფიცი, ვისაც ეს კანონით ევალებოდა. და ამ ფიცში ჩვენ გავიგეთ ის, რაც სიტყვაში არის გათვალისწინებული. ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსმსახურებდეს სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნით და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ყველაზე მეტი კითხვა და უნდობლობა სწორედ ამასთან დაკავშირებით გაჩნდა მოსამართლეებთან მიმართებაში, ეს არის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. დღეს ფიცის ავტორებისგან თქვენ გააქვთ მოლოდინი, ანუ არის დღეს თუნდაც დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე ისინი შეძლებენ რომ იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს მე ასე ვიტყოდი, რომ დღევანდელი დღე ალბათ საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში შევა ერთ-ერთი ისე როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე, როცა სასამართლო ხელისუფლების შესახებ მაგალითად უნივერსიტეტებში სტუდენტებს მომავალში ასწავლიან პროფესორები და აუხსნიან თუ სასამართლო ხელისუფლება როგორ ყალიბდებოდა და სასამართლოში პირველად საქართველოს ისტორიაში უადოდ როგორ იქნა არჩეული მოსამართლეები, აი ეს შემთხვევა იქნება გახსენებული, ეს იქნება ერთ-ერთი მძიმე ვთქვათ შემთხვევა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით და მე აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ის რაც დღეს მოხდა ცალსახად ადასტურებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი ვერ იქნება, ბუნებრივია ის მოსამართლეები, რომლებიც არჩეული იქნა დღეს უზენაეს სასამართლოში, ისინი ამ საჯარო განხილვებიდან ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმაც კი დაადასტურეს და ყველა დაადასტურებს ამას, რომ ეს მოსამართლეები ელემენტარულად ვერ აკმაყოფილებდნენ ვერანაირ კრიტერიუმს, როგორც კეთილსინდისიერების, ასევე კომპეტენციის და შესაბამისად ეს ადამიანები მომავალში დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ სამართლიან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ და მე ვფიქრობ, რომ ალბათ მომავალში, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება მეც ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს მოსამართლეები, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ დარჩებიან ამ თანამდებობებზე და აუცილებლად იქნება მიღებული. ამისთვის იქნება საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები თუ კანონმდებლობაში ცვლილება თუ სხვა რამ, მიღებული იქნება. თქვენ ამის აუცილებლობას ხედავთ თუ ეს საზოგადოების აქტივობაზე იქნება დამოკიდებული? ბატონო ახლა. არა, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას აქტიურობა დღესაც არ აკლია და ასეთი პროტესტია ქუჩაში, მაგრამ ხელისუფლება ამ შემთხვევაში ფაქტიურად არანაირად არ ითვალისწინებს საზოგადოების პროტესტს, ის ამბობს, რომ ამ კონტექსტიდან გამომდინარე არ არსებობს კრიზისი ამბობს ის და მე ასევე გავიხსენებდი აი კონსტიტუციის მიღების ფაქტს გასულ წელს, აი როცა რეფორმა ჩატარდა, როგორ მიიღეს კონსტიტუცია, ხო? ანუ კონსტიტუცია მიიღო ფაქტიურად ქართულმა ოცნებამ. არც ერთი ოპოზიციური პარტია ამ განხილვაში არ მონაწილეობდა, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვენეციის კომისია, ყველა ორგანიზაციის დასკვნები უარყოფით იყო, ყველა მოითხოვდა, რომ ყოფილიყო კომპრომისი, შეთანხმება, მაგრამ ქართულმა ოცნებამ მიიღო ეს კონსტიტუცია ცალმხრივად, მხოლოდ ერთი პარტიის კონსტიტუციაა. ხო, შესაბამისად ეს პროცესი ახლა დღესაც გაგრძელდა ფაქტიურად და დღესაც მივიღეთ ის შემთხვევა, როცა მათ მხოლოდ ერთმა პარტიამ ფაქტიურად დააკომპლექტა უზენაესი სასამართლო. უზენაესი სასამართლო არის ყველაზე მაღალი ინსტანცია, სადაც ყველა ქვეყანაში ინიშნებიან ყველაზე გამოჩენილი იურისტები, ყველაზე კვალიფიციური ადამიანები და არის ძალიან საპატიო და მაღალი თანამდებობა. უზენაეს სასამართლოში ასეთი ჩვეულებრივი, ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც ელემენტარულ ცოდნას ვერ ამჟღავნებენ, ასეთი ადამიანები წარმოუდგენელია, რომ რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში უზენაეს სასამართლოში აირჩიონ. ეს არის ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის. საქართველოს ასევე კვლევის საფუძველზე თქვა, რომ დიახ, თადუმაძის დიპლომი არ შეესაბამება, არ არის იურიდიული ძალის მქონე, მათ ბევრ კითხვაზე დღეს გამოიტანეს პასუხი, რომ მართლაც ლეგიტიმური იყო კითხვები დიპლომთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ გენერალური პროკურორიც, მისი მოადგილეც დღეს გახდნენ უადო მოსამართლეები. თქვენ საზოგადოების როლზე საუბრობდით ახლა უფრო ღრმად რო გითხრათ, როგორი უნდა იყოს საზოგადოების როლი ახლა მათი განწყობა? რა შეუძლია პრინციპში ადამიანებს, როდესაც კენჭისყრის პროცესი ამ ნაწილში დასრულდა? მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა გააგრძელოს პროტესტი ამ შემთხვევაში და საზოგადოებაში ამ შემთხვევაში გულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს და ასევე გულისხმობ ყველა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში იქნება ძალიან კრიტიკული დასკვნები, ძალიან კრიტიკული გამოხმაურება, ვინაიდან ამას ხელს შეუწყობს, დიახ, საერთაშორისო საზოგადოება, რასაც ხელს შეუწყობს ის გამჭვირვალე პროცესი მართლაც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მოდომებით
საქართველოს პარლამენტში ჩატარდა, ფაქტიურად ყველა მიცის ეს პროცესი როგორ განხორციელდა, ანუ რა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კუთხით რა პრობლემები ჰქონდა ამ კანდიდატებს. ამერიკის საელჩოს განცხადება დღეს ასეთი სწრაფი, მაგალითად ამას ადასტურებს, ხვალდაზე კი ეს გაგრძელდება, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებს და აუცილებლად ეს საბოლოო ჯამში გამოიღებს შედეგს იმაში, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება, არ არსებობს, რომ ამ ხელისუფლებამ თავისი ეს პოლიტიკა ვთქვათ დიდხანს გააგრძელოს. მაგრამ სამწუხაროდ ქვეყნისთვის იქნება ეს ძალიან საზიანო. ძალიან შემაჯამებელი, ძალიან მოკლე ფრაზებით მინდა რომ დავასრულოთ ქალბატონ მედიას, თუ შეიძლება ქალბატონ მედია თქვენ